და სულისად წმინდსა ვირუსად ბარბარობას ეს არის დინოწამე ბარბარისონებიზე და სულ იყო ცხუთმელის გოგო როიცამა ქრისტეს სარწმუნოებისა გამო და დინოწამე ბარბარეს თხოვენ განსაკუთრებით ბავშვებისათვის ასევე სნეულების დროს დინოწამე ბარბარეს თხოვენ და ჩვენთვის ისი მაგალითია რომ აი პატარა იყო დინოწამე მარინეს ასევე ერთია ესე იგი სულ ცხრადეს იყო როიცამა სახელი მოვიდა მაგის ჩვენ ნათქვამია რომ ბავშვების არდა ეცება გაგნებით და თუ ბავშვებს გადავსენ წმინდანების სიყვარულს აი ეს კიდევ ისცენება ივანე დამასკელის ადამიანის ხო და მეორე საუკუნეში როგორც მოღადეს მოაჯიან კლავს ინდუსტრია და გაუმთიანდება და იგედება ივანე დამასკელის წიგნები ასე რაღაცებს რო გულობ გემატება წმენა ეს გემატება და მე შენ ბავშვებსაც გადაცემდა ადრე ფეხბურთი რომ მიყვარდა ძალიან მიყვარდა იქ დავიდეცებია არის სხვა ფეხბურთელები ახაც მიყვარს მაგრამ თუ ჩვენ ბავშვებს გადავსენთ წმინდანების სიყვარულს მე ასე გვეშინდება მათი თუ როგორები იქნებიან რატო იმიტომ რომ ისინი იცხოვრენ სიყვარულით ისინი იცხოვრენ უანგაროდ იმათთვის არ იქნება სხვა მოსაზრებების გამო სიძულვილი და ეს ფაქტია რომ სიძულვილი არის ფაქტია და საერთოდ ღმერთი ჩვენი სწავლებით არის სიყვარული. თუ სიყვარულით ცხოვრობ, ჩვენში არის ღმერთი. ეს ყველაფერი რაც ხდება ეს აზრდანდება ბიბლის წერა, ზიარებაც კი არა საკმარისი ამის მაგალითია იუდა მოციქულის მაგალითი მოკავშირად. ეს ზიარა მაგრამ ეშვე. რატო? იმიტომ რომ ფული უყვარდა მეც მეტად. აი სამშობლო სიყვარულიც კი თუ ის ღმერთზე მეტად არის. ისთვის ფაშიზმს. როგორც აი მოსის მიხედები რატო გახდება ეს ტიპი. სულ 5 მილიონი რო იყო მოსკოვი და 20 მილიონი გახდა. სიზმრში გადაიზარდა. ასევე ჩვენ ახლა ნერვიანობ სხვა ეროვნებებისა გამო ჩვენ ცოტა ვართ. მაგრამ თუ სიზმრში ჩავარდები, მაშინ შეგვებელი ხდები, მაშინ ვერ მოხდები 64-ში, იმიტომ რომ ჩვენი სწავლებით 64-ში არის სიყვარულის სუფევა. და ხშირად მოყავს ჩვენი მაგალითი ქართველების, ჩვენი პირველი მეფე მედიანი იყო ირანელის სპარსი იყო. აბუთულით ფისფარველი არის ეროვნებით არ არის. ესე ქრისტეში ყველა ძმები ვართ, მაგრამ დაზგუნება უფალი. მარტო მოყარები არ გიყვარდეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ადამიანური ძალებით ტერი მიყვარდეს. ტერი კი არა, ოჯახები რატო ხდება დაცილება 10-დან 7-ის, 100-დან 70-ის. იმიტომ რომ სიყვარული არ ყოფილა თმენის. ასევე ოჯახის წევრები და წევრებში არ არის ერთობა ხშირად. და რატო რაგია დათმენა, მაგრამ შეუძლებელია დაეთმო ის რაც ხდება დღეს. მეთის დახმარების გარეშე. ამიტომ ვეზიარები და წმინდა ბარბარეს თქმენ რას კიდე რომ უზიარებლად არ გადაიცვალოს ის მაიქნება, და იქნება რომ არ გადაიცვალოს ადამიანი უზიარებლად. და სულ კიდე რა გონია მაინც და მე სიკვდილით უნდა ეზიაროს, მაგრამ რატომ ეზიარები ჩვენ? ხო, ვლები ხო ეზიარები და იმიტომ რომ გონია რომ უნდა მოგდეს ეზიარება. ანუ ჩვენ ვლები ხო ეზიარები, მაგრამ ცოცხლები ვარ. რატომ ეზიარები? იმიტომ ეზიარები თუ ღმერთთან ძალიან მოწეს მოთმინების, პატიების რომ შევინარჩუნოს სიყვარული რო არ გავბოროტდნენ, იმიტომ როგორც ახლა მაბადარებ თუ არ დავლი წყალი, თუ არ შევჭამე საჭმელი ფიზიკურად კვდები, ასევე მადის გარეშე, სულიწმინდის გარეშე ადამიანი არის მკვდარი. ადამიანი მკვდარი და ამიტომ ვეზიარები, რასაც კარგავ ცოდვით, განკითხვა იქნება თუ სხვა ცოდვები, ცოდვები მარტო ღმერთია ჩვენი სწავლები. იმას მერე ისევ აღვიდგენ აღსარებას ზიარების საიდუმლოთი, ძალამეძლევა, სულიერი ცხოვრებისა, რომ სული განაგებდეს სხეულს და რაც სხეული ჩვენ ცხოვრებას. და ხშირად მომყავს ნოეს მაგალითი რატო? იმიტომ რომ ბევრად მოსვით წინო იქნება ისე როგორც ნოეს დროს იყო და ნოეს დროს კიდე რა იყო? მარტო ერთი ოჯახი იყო ღმერთთან. და საბჭოთა კავშირის დროს ესე იგი რას გვასწავლიდნენ 70 წელი ღმერთი არ არის, მაგრამ მე ვარ 78 წელი და პროფესორსაკი ხო ვარ 90% მაინც შევინარჩუნე წმენა. და ახლა კიდე რა ხდება? ესე იგი არ დაგვარგეთ და რა თქმა უნდა სულ ეცინება საქართველოს გაწმდება ესე იგი დავცინი ჩვენა, იმიტომ რომ რა დღეა რადოსვე თქო ჩვენა დედაიკა, შვილიაკა, ცოლიკა, ხმალიაკა. ეს მოსაშინელებაა. სიხადაკე
და ამ დროს ის ვინც უწმუნოა და ფულებში ეხჩება, ფიქრობს ესენი არ არიან კარგად და მაგრამ ბარბარე რო ეწამა ხო გაფრინდა ქეთევან წამებული საშიძა ხო გაფრინდა გაფრინდა რას ქვია ჩვენ რატომ სასწაულო წამება და რატომ იმიტომ რომ ის ხდება ზეციური ეკლესიის წევრი იმიტომ რომ სასწაული წმინდა გიორგის საშინდა და ესე თავი მოგვედეს აწამებდნენ მაგრამ შესასწავლოთ თავის კვეთის დღეს რატო იმიტომ რომ გარდაცვალებას ვერავითარ ვირავიდა ეს ვინც მოწამეა ხდება წმინდანი და ამიტომ შესასწავლოთ ღმერთმა მოგცეს მეტი წვენა იმას ქვია ცოცხალი წვენა რაც ხონდა ჩვენ წინაპრებსა და იმენ დამასკელი სიმაგალითია თუ წვენა არ გქონდეთ რო გავდივარ და საქართველოსთან რატო იმიტომ რომ დაბალი ხელფასებია მაგრამ თუ ქრისტიანი ხარ თუ ვალებში არ ეხჩები და ესე რამდენია რომ ბანკის ვალის გამო მიდის ეს მეფა გაგიმარჯოს მაგრამ იმიტომ რომ უკეთესად იცხოვრო მატერიალურად არ ხარ ქრისტიანი იმიტომ რომ ჩვენ ხედავ რომ ცოტა ხანში უმცირესობაში ვიშნებით ეს არა სამშობლოს სიყვარული და ჯობია პულზე დაწვაზე იყო და შენ ქვეყანაში იყო და ყველაფერი მოგცა ღმერთმა ჰაერი წყალი ზოგან წყალი სანატრელია ბუნებაც რა ვიცი ყველაფერი მაგრამ დაგვაკლია სიყვარული და ეს სიყვარულის დაბა მოგცეს ღმერთმა ჩვენთან არის ღმერთი არ დაიხოს